დღეს ვაკეთებ ნიოქს მესხური ნარატივი. ცოტა რაღაც სუნელებს ავიღებ, მარაგებ, შევისებ. რეჰანი აუცილებლად სასიამოვნო პროცესები გველოდება წინ. მარტივი მოსამზადებელია და ძალიან უყვართ ნიოკი ბავშვებს. დღეს ვიწყებთ დეზერტირების ბაზრიდან. სასიამოვნო განწყობით ვართ, სასიამოვნო პროცესები გველოდება წინ. შევივლით სუნელებს ვიყიდით, იმ მარაგებს შევავსებთ, რაც გურიაში დავტოვეთ და აქეთ შინდისში გვჭირდება და დავიწყოთ ქალბატონი შაზინადან დავიწყებ სუნელებიდან, ძალიან მიყვარს მის სუნელები და მერე ნელა ერთი წრე სიმბოლური დავარტყა და თან შევიძინოთ რაღაცა კარტოფილიც მინდა დღეს ვაკეთებ ნიოქს, რისთვისაც საჭიროა კარტოფილი. წავედით. ქალბატონი შაზინა არ არის დღეს? უდიჩია. ზგურული ქალბატონი დაგვყვა ოზურგეთელი. ცოტა რაღაც სუნელებს ავიღებ, მარაგებ, შევისებ. სვანური მარილი აუცილებლად დამჭირდება. გიცრული გაქვთ? ამათი კომბინაცია ერთმანეთისთვის არ შექმნით. კაიკა ხურიზეთი გაქვთ? კაიკერა საუკეთესო. ბოლოს მართლა. უღრმესი მადლობა და დროებით. კარგად, აბა, წარმატებები. მწანილები მინდა. რეჰანი აუცილებლად. ერთი იყოს. მოდი შაშკლავიც იყოს, მწვანე წიწაკაც იყოს. ეს სადაური პამიდორია. აი ესეთი შეუხედავი და დიდები მიყვარს. კაი კარტოფილს თუ მირჩევ ვის აქვს? აჰა. წითელი ხახვი გაქვს? ხო, ცოტა ერთი 3-4 ცალი ეგ და ვსო. ბებო. მომე აბა ეგ ერთი წიწაკა და თუ ორი შეკვრა იყოს ეგ წიწაკა. ლიმონიც მინდა რატო არა? ეგეც ჩაყარე. თუ ყველა საუკეთესო ზარკათა დავარჩიეთ. მადლობა ძალიან დიდი. რამდენის არის? სულ არის 7 ლარის წელი. აჰა. წარმატებები, აბა მადლობა, კარგად. სასიამოვნო დავიწყეთ დღე, დილიდან მოვიარეთ დეზერტირების ბაზარი, შევავსეთ მარაგები, ვიყიდეთ კარტოფილი და დღეს მოვამზადებ მე ვეძახი ნეოქს. ისე ქვია ნიოკი, იტალიური პასტას ვერ დაარქვ. მოპასტო ელემენტი არის და მზადდება ძირითადი მასა არის კარტოფილი. კარტოფილი მოხარშულია, ოღონდ ძალიანაც გადავხარშავთ. კანიანად მოვხარშე. მოვიღებ. გაგრილდება. კანს გავაცლით. ესეთი. ძალიან მარტივად. არაა ძალიან ცხელი. სხვათა შორის ნიოკის ისტორია ძალიან შორიდან იწყება. თუმცა სახე იცვალა და კარტოფილის სახით, კარტოფილის დამატებით უკვე მე-19 საუკუნიდან გვხვდება იტალიურ სამზარეულოებში. მანამდე იყო ფქვილი, წყალი ძირითადად. მაგრამ მივხვდნენ რომ კარტოფილი კარგი რამეა, უფრო ჰაეროვანს და ნაზრთის. სახეცვლილებას მე რასაც გავუკეთებ, მინდა გავუკეთო ბაზად, ბალიშად, იოგურტის соуსი, მესხური ნარატივი. ასე ვთქვათ, ნიორს დავუმატებ, იმიტომ რომ მესხეთში ძირითადად ხშირად იყენებენ მაწონს, ნიორს, შემწვარ ხავხს და მოხარშულ ცომს. რახან შინაარსობრივად დაახლოებით ერთი და იგივეა, მოდი ქართულ ელემენტებს, მესხურ ელემენტებსაც დავუმატებ და ბალიშად ექნება იოგურტის соуსი და სიტყვო მინდა დავამატო. და ეს სიტყვო იქნება კაკლის მურაბა. რაც თავარია, იოგურტად გამოვიყენებ ბერძნულ ავთენტურ იოგურტს. მე მგონი მე და მეუგალის იოგურტი უკვე ერთად თანად ცხოვრობთ და სხვათა შორის გოგას თქვენ არ იცნობთ და გოგამაც კი აღიარა, რომ მეუგალის იოგურტზეა გადასული ისე მოსწონს. ეს გულწრფელი შეფასებაა მისგან. კარტოფილი გავარჩი, ეხლა ჩავჭყლეთ, ამას დაჭირდება კვერცხის გული ერთი. ეხლა ზუსტი წონები რო გითხრათ, კილო ნახევარი კარტოფილი არის, მოვხარშეთ, დავამატებთ 1
კვერცხის გულს. კვერცხის გული გვინდა იმიტომ, რომ ემულგატორია, ასე ვთქვათ, ერთგვარი აერთიანებს მასას და კრავს. დავამატებთ ასევე ცოტა ფქვილს, რომ უფრო ცომის სახე მივიღოთ. ესე ზერელეც გადავჭყიდე და ეხა ერთი კვერცხის გული საკმარისი იქნება მის შესაკრავად. ჩვენ სტუმარი გვყავდა, რომელიც სპეციალისტი იყო კვერცხის დაჭერაში და გატეხვაში და ყოველთვის ალბათ როცა კვერცხს გავტეხ, გამახსენდება ტაფსონა. ასევე დავამატოთ ცოტაოდენი ფქვილი. ცოტა საფანელსაც დავუმატებ ერთკოვს, ცოტა მარილი და ეხა ეს ხელით უნდა მოვზიოთ როგორც ცომი. აი ესეთი ფაფუკი მასა გამოდის, ბევრი ზელვა არ ჭირდება. ნახეთ შიგნითაც როგორი ცომია, თლად ცომიც არა, მასა ეს. რამოდენიმე ნაჭრად დავჭრით და ამ ნაჭრისგან კიდე ბევრი ნიოკი გამოვა. ეხლა უნდა გავაკეთოთ აი ესეთი ჯოხივით ფიგურა დაახლოებით თანაბარი ზომის და აი ესე თანაბარ ზომებად დავჭრი. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ძალიან უყვართ ნიოკი ბავშვებს. სკოლიდან რომ მოვლენ, შეგიძლიათ ესე მოამზადოთ და ჩვეულებრივად გაყინოთ და როცა სკოლიდან მოვლენ, შეგიძლიათ უცებ მოუხარშოთ და მოუმზადოთ. მე ეგრევ შვებით რომ მოგატყუებთ, მაგრამ ვიზამდი დრო რომ მქონდეს. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმა მისცეთ, მე შეგიძლიათ ჩანგლის გამოყენებით დაუშვთა ეს ლამაზი ფორმა მისცეთ. მაგრამ თუ არ გამოგდით, შეგიძლიათ ჩვეულებრივად ჩაყაროთ წყალში. ამას უნდა ძალიან ცოტა წამოდუღება, სადღაც 5 წუთიც ეყოფა და შემდეგ უფრო შევწოვ კიდე, რომ სასიამოვნო საჭმელი იყოს, ძალიან რო არ ჩაფლავდეს და ცოტა ხრატუნა რო გამოგვივიდეს. ოიხარშა, თავარია არ გადაგვეხარშოს და არ ჩაიშალოს. ცოტა ფაქისი მოსახარშია, მით უმეტეს, როდესაც პირდაპირ ჩავჭერით და მაცივარი არ გამოვატარეთ. ასე რომ, თუ პირდაპირ გააკეთებთ, ფაქიზად მოეკეცით ხარშვისას. მაგრამ ყოველთვის ჯობია, რომ წინასწარ მოამზადოთ და როდესაც მოგიდებათ, გამოიყოთ მაცივიდან და მოხარშოთ. ეხა წყალს გადავდრო, ტაფას დავდგა, რომ მოვბრაწო ეს ჩვენი მოხარშული ცომი. ცირედი ზეითუნიზეც მოვასხამთ. აი ესე გამოიყურება მოხარშული ნიოკი. ახალი გაკეთებული ცოტა სხვანაირად გამოიყურება, ამიტომ ჯობია მაცივარი გამოვატაროთ. მანამდე გავაკეთებ იოგურტის соуს, მევგალის соуს. ცოტა ნიორს დავამატებ, რომ მესხური ხასიათი შევძინო, ცოტა დაღერღილ წიწაკას რო სიცხარი წამოიღოს და ბოლოს გაფორმებისთვის კიდე და გემოსთვის სიტყვა ძალიან მიყვარს სიცხარესთან ერთად კაკლის მურაბა. სანამ ნიოკი შეიბრაწება, მანამდე დროს არ დავკარგავ და მევგალის соуს გავაკეთებ. როგორც აღნიშნეთ, ცოტა ნიორს დავამატებ და ქართულ ხასიათს შევძენ. რა თქმა უნდა, 100%-იანი რძის პროდუქტია მევგალი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აი ბოლომდე ადამიანურად დაწურული და ზედმეტი წვენების გარეშე არის ხოლმე მევგალის იოგურტი და ძალიან გემრიელია რა. ცოტა სიცხარე მოუხდება, ნიორს უცებ ჩავჭყლეთ და ძალიან მარტივად მოურე.
ეხლა გადავიტან თებზე. ესეც მზადა, ველოდებით შეწოს. სანამ ნელცეცხლზე ნიოკი მოიბრაწება, მე ამასობაში დროს არ დავკარგავ და კაკლის მურაბის ნაყოფს თვითონ კაკლებს დავჭრი. სერვირებისთვისაც გამოგვადგება და გემოსთვისაც. ამასობაში Starbucks-აც გიახლებით, ცოტა მეც მჭირდება შესვენება. მოიბრაცა უკვე და დავიწყებ დასერვირებას. სათითაოდ ლამაზად, კოხტად დავალაგებ. რა არის ზოგადად იტალიური სამზარო, თუ არა ბევრი ყველი. ამ შემთხვევაში გვაქვს ვირჯილიოს პეკორინო რომანო და როგორც ყოველთვის მე მიყვარს როცა არის დაფხვი. ასე რომ ზემოდან მოვაყრით დაფხვილ ყველს, თან უხდება ძალიან. ნამდვილ იტალიურ კერძს უხდება ნამდვილი იტალიური ყველი. ამ შემთხვევაში ვირჯილიო იტალიანო და სემპრე. ალბათ სწორად წავიკითხე, სწორი ინტონაციით, არის ნამდვილი იტალიური, ძალიან მაღალი ხარისხისა. ეხლა დავამატოთ სიტკბო და სილამაზე, ასე ვთქვათ, შავი ფერი შევიტანოთ თეთრ ჭურჭელში. ცოტა წვენი, მურაბის წვენი. და ზემოდანაც ცოტა წითელი დაღერღილი წინწაკა, რომ ამვანათოს ფერებმა. ცოტა ბაზილიკი გამომშრალი იტალიური გემოებისთვის და ესეც ესე. დადგა ნანატრი დრო იმისა, რომ გავსინჯოთ იტალიური ნიოკი ოდნავ ქართული ხასიათით. აჰა. მე მგონი ცუდად არ გამოიყურებ. კი არა, ძალიან ლამაზად გამოიყურებ. კაკლის მურაბის გარეშე გავსინჯავ. ძალიან საინტერესო გემო აქვს. ეს სიტყვაც ძალიან მოუხდა. ნიოკის ცომი არის ძალიან რბილი და ფაფუკი. კაკლის მურაბა ძალიან მოუხდა და ნიორი სხვათა შორის. მსგავსი კერძები რო გავაკეთოთ, მოვამზადოთ, ჩვენებური შტრიხები შევიტანოთ, ქართული ინტონაციები მათ შორის და უცხოვრებიც ვაკეთოთ, ამისთვის უნდა გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ, ზარის ღილაკსაც დააწვეთ და ეგევალებათ მხოლოდ თქვენ, დანარჩენი ჩვენზეა. აბა დროებით.